Hare Krishna. Hare Krishna. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Დღეს ჩვენ წავიკითხავთ შრიმად ბჰაგავად გიტას მეექვსე თავის მე-15 ლექსს. მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს კარტიკას თვის ბოლო დღეა, სამსემთვარე. ეს დამთავრდა ჩატურმასია, თავდება. Validán iწყება კატაიანა ვრატა. თუ ვინმეს გოგონებს უნდათ კარგად გათხოვდნენ, მაშინ მათ უნდა აქმები დადონ და უნდა მარხვა შეინახონ. მე არ ვიცი როგორი აქმები და როგორი მარხვა საჭირო, იმიტომ რომ გათხოვებაზე არ მიფიქრე არასდროს. ვისაც ეს ამბავი აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს. გარდა ამისა, დღეს არის ფიშმა პანჩაკა. ой, დიდი ბოდიში მე მოგატყუეთ თქვენ. მე ხომ ხედავთ ვერ შეამჩნიათ ან არ მითხარით. დღეს სამსემთვარე არ არის, კარტიკასთვის ბოლო დღე არ არის. 5-შია სამსემთვარე და ბოლო დღე. დღეს დვადაშია. ეხლა ნამდვილად არ გატყუებთ. დღეს დვადაშია, უბრალოდ ეკადაშის მარხვა, უთხანა ეკადაშის მარხვა, იმიტომ რომ 7-ის 1 წუთზე დამთავრდა ეკადაში. დღე დაიწყო დვადაში. ეკადაში ნოთ მოკლე იყო, რომ დაშამსა და დვადაშს შორის დაიკარგა. ცალკე დღეს ვერ შეესწრო და დღეს იწყება 5 დღიანი ზოგადად, მაგრამ ეხლა უკვე 4 დღიანი, რახან ეკადაში დაიკარგა. 4 დღიანი მონაკვეთი ფიშმა პანჩაკა. ფიშმა პანჩაკა ეს არის ის დღე, როდესაც კურუქშეტრას ველზე ფიშმა დევამ, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე იწვა, ისრებზე იწვა, პრაქტიკულად ისრები ჰქონდა გარკვეული უამრავი რაოდენობით და ემზადებოდა სხეულის დასატოვებლად. მას ჰქონდა კურთხევა, რომ სხეული შეეძლო დაეტოვებინა მაშინ, როცა თვითონ მოისურვებდა. მანამდე სანამ სხეულს დატოვებდა, მან 5 დღის განმავლობაში მოასწრო დიადი საქმეების გაკეთება სიკვდილის წინ. პირველი რომ მან უზენაეს ღმერთად აღიარა კრიშნა და მის მიანდო საკუთარი თავი. მეორე გამარჯვებულ იმპერატორს იუდჰიშთირას
გაანდო სახელმწიფოს მართვის ურთულესი ხელოვნება. და იქვე ყველა იყოფს და შთამომავლობას დაუტოვა ცოდნა, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებით როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს კეთილდღეობას. ადამიანებს ჯერავთ თავისი სისულელის გამო, რომ კეთილდღეობას შეიძლება მიაღწიო მხოლოდ საშინელი დაძაბული შრომით. სიმდიდრის უკანონო გზებით მოხვეჭით. ან სხვებისადმი წართმევით, სხვების დაპყრობით და გაძარცვით. თუმცა კი კეთილდღეობის მოპოვება შეიძლება საკუთარი მოვალეობების პატიოსნად შესრულებით. საკუთარი ხარმის შესრულებით. როცა თქვენ არ არღვევთ თქვენს ხარმას, კეთილდღეობას ღმერთი გაძლევთ. და როცა დაასრულა ფიშმამ ეს შეგონებანი, მან დატოვა სხეული და ცოტა სასუფეველი დაიმკვიდრა. წელს ფიშმა პანჩაკას ბოლო დღე არის სწორედ კარტიკას ბოლო დღე, სამსებთხარე 5 რიცხვში 4 შაბათს 17 საათზე და 24 წუთზე ამოდის სამსებთხარე. ვინც ფიშმა პანჩაკაზე ამ 4 დღის განმავლობაში მარხვას დაიცავს, მას შეუძლია მარხვიდან გამოვიდეს სამსებთვარის ამოსვლის დროს. დაახლოებით 6-ის ნახევარზე საღამოს. ორში, ორ რიცხვში, როცა პირველად ამოვა სამსებთვარე. 5 რიცხვში, მაპატიეთ. ვერ არის კარგად საქმე. 5 რიცხვში 4 შაბათს, როდესაც საღამოს 6:25 წუთზე ამოვა სამსებთვარე. მანამდე სასურველია რომ იმართულოთ, სასურველია რომ დამატებითი რაღაც წრეები დაამატოთ. სასურველია რომ ასკეტურად ილოცოთ და ილოცოთ. გარდა ამისა, დღეს არის გაუდია ვაიშნავიზმის უდიადესი წმინდანის გაურვაკიშორა დას ბაბაჯის წასვლის დღე. უთხანა ეკადაშზე მან დატოვა სხეული და დაიბარა რომ ჩემი უღირსი სხეული ვირს გამოაბით და ისე ათრიოს ვირმა თელსოფელში. შეიკრიბნენ იმ სოფლის ბრიყვები და მართლა დაუპირეს რომ ვირისთვის გამოებათ გაურვაკიშორა დას ბაბაჯის სხეული. ამ დროს მოუსწრო ბაქცისდანტა სარასვატი თაგურამ, რომელიც მისი მოწაფე იყო. ბაქთივინოდა თაგურამ თავის ვაჟს ბაქცისდანტა სარასვატისაც, ბაქთივინოდა თაგურა სულ მარჯვენა მხარეს არის,
ბაქსინატო სარასვატი სულ იქით ხარეს ესე უთხრა რომ ან გახთი გავრაკეშორადას ბაბაჯის მოწაფე ან სახლში ცოცხალი აღარ დაბრუნდე სტადი განგაში გადავარდი გავრაკეშორადას ბაბაჯი უდიდესი წმინდანი იყო მას მოწაფეებიც კი არ ყავდა ის ერიდებოდა ადამიანებთან ურთიერთობას მანტრას იცით სად იმეორებდა ტუალეტთან ტუალეტი სოფელში ინდოეთის სოფელში ტუალეტი ხომ არ გონიათ რომ ეს არის კაფელით მოწყობილი და უნიტაზით გაზდა ეგეთი რაღაცები ეს არის გათხრილი ორმო რომელიდანაც საშინელი სუნი ამოდის და იქ იჯდა გავრაკეშორადას ბაბაჯი რომ არავის არ შეეწუხებინა და არავინ არ მოსულიყო და ჰარი კრიშნა 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 ჰარი ჰარი ეს ჰარი რამ რამ ჰარი იმდენად თავდაბალი იყო რომ თვლიდა რომ მოწაფეების მიღების უფლება არ ქონდა და როცა ბაქსინატო სარასვატი მოვიდა მასთან და უთხრა რომ მე მინდა ვიპოვო თავშესაფარი თქვენი ლოტოსის ტერეფებთან მიმიღეთ თქვენს მოწაფეთ გავრაკეშორადას ბაბაჯი ოი რას ამბობ მესაც შემიძლია რომ მე მოსწავლე მყავდეს ორივენი ჯოჯოხეთში მოვხვდებით ბაქსინატო წავიდა სახლში მამამისთან და უთხრა რომ არ ღებულობს გავრაკეშორადას ბაბაჯი მოწაფეებს არ გირო ზავქნა ეხლა ადი თავი მოიკალი განგაში გადავარდი ბაქსინატო სარასვატი არ იყო უბრალო პიროვნება მან გადაწყვიტა რომ წასულიყო და კიდევ ერთხელ ეთხოვნა გავრაკეშორასთვის თუ არა თავი უნდა მოიკლა მიხვდა რომ მისთვის ცხოვრებაში ამაზე მთავარი რამ არ არსებობდა არაფერი სხვა წავიდა დაუჩოქა გავრაკეშორადას ბაბაჯი და უთხრა თუ არ მიმიღებ მოწაფეთ იცოდე თავი უნდა მოვიკლავ არ გემუქრები ესე მაგ გადაწყვეტილი და მამა ჩემას ესე მითხრა ბაქტივინოდას უდიდეს პატივს სცემდა გავრაკეშორადას ბაბაჯი პრაქტიკულად მისი მოწაფე იყო ბაქტივინოდას ვრინდავანის მეშვიდე გოსვამს ეძახდნენ და ნახარა თავი გავრაკეშორამ და თქვა კარგი რახან სხვა გამოსავალი არ არის მაშინ კარგი რაღაცებს მოგიყვები იმდენად თავდაბალი იყო არც კი ამხელდა რომ მოწაფე ყავდა და ვინმეს მასწავლებელი იყო ერთხელ როდესაც ბაქსინატო სარასვატი ლექციას კითხულობდა დიდ დარბაზში და უამრავი ხალხი ესწრებოდა ჩუმად მიეპარა კარებთან გავრაკეშორადას ბაბაჯი ჩუმად მიეპარა და ყური მიადო რას ლაპარაკობს ჩემი მოწაფეო თავის მოწაფეს ეძახოდა ჩემი პრაფუ ჩემი ბატონიო და როცა ვიღაცამ დაინახა რომ გავრაკეშორადას ბაბაჯი კარით იყო გაეხარეს სტაციის ხელი დაიჭირეს შემოიყვანეს დარბაზში ძალით გააკავეს და ფეხები დაბანეს და ფეხების დაბანი წყალი მოასხურეს იქაურობას და თავზე დაისხეს მოკლედ მოასრო ბაქსინატო სარასვატი ეს სოფლის ზოგიერთი ცრუ ბრაჰმანი და იდიოტი მცხოვრებლები რომ ვირს აპირებდნენ გამობმას
და თანაც ყველას თვითონ უნდოდა რომ ეთავა ეს პროცედურა, რომ მე შესაძლებელი მიეღო. გაყარა ესენი და გაახვია ბაქცინათა სარასვათი. უთხრა რომ თქვენ ვინ მოგცათ უფლება რომ დიაწმინდანს ეხებით. რომელიმეს გააქვთ ეგეთი სისუფთავე? და ეგ გადმოდგას ნაბიჯი წინ იმან, ვინც ბოლო ერთი თვია, ვისაც არ ქონია სექსუალური ურთიერთობები. ბაქცინათა სარასვათი ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და ბრაჰმანი ხოდა ეშინოდათ და ვერცერთმა ვერ გაბედა ნაბიჯის გადმოდგმა. კარგი, მაშინ იმათმა გადმოდგას ნაბიჯი, ვისაც თუნდაც ბოლო ერთი კვირა არ ქონია სექსუალური ურთიერთობები. ბრაჰმანები დგან. კარგით, მაშინ იმან გადმოდგას ნაბიჯი წინ, ვისაც თუნდაც 3 დღე არ ყოფილა ქალთან და სისუფთავეს უნარჩუნებდა. ყველა ჩუმად იყო. შეტრიალდნენ და წავიდნენ. ბაქცინათა სარასვათი თავზე დაიდო ცხედარი. გავრაგიშორა დაზბავეთ ცხედარი თავზე დაიდო და ისე შემოიარა სოფელი და შემდეგ სამათხის მოამზადეს უკვე სხვებმაც და გაასვენეს. მოკლედ დიდი დღე გვაქვს. ეგადაში მარხვა ღიშმა პანჩაკას დასაწყისი გაურაგიშორა დაზბაბაჯის წასვლის დღე და თან კიდევ შანსი გვაქვს რომ შრიმად ბჰაგავად გიტას წავიკითხოთ. როგორ? სად იქნება? 5 რიცხვში იქნება, 5 რიცხვში 4 შაბათს აქ არაფერი არ იქნება, როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. ხო, არავითარი პროგრამა ეს არის. უკვე დამთავრება კარტიკასთვის დამთავრება სავსემთო არის 5-ში და მარხვიდან გამოხვალთ და ვინც მარხვას დაიცნობს. Iunjan evam sadatmanam Iunjan evam sadatmanam Iunjan evam sadatmanam yogi nyata manasah Yoginiatach manasach Shantim Nirvana paramam Shantim Nirvana paramam Mat samstham athi gachati Yunjanevam sadatmanam Yoginyata manasah Shantim nirvana paramam Mat samstham athi gachati ამგვარად საკუთარი სხეულის ჭკუისა და მოქმედების მუდმივი მართვით მისტიკოსი იოგი საბოლოოდ იმორჩილებს ჭკუას და წყვილს სამატერიალურ არსებობას ღმერთის სამეფოს კრიშნას სამანეს აღწევს. აქ უფალი ნათლად გვიხსნის იოგას შესრულების
საბოლოო მიზანს. ეს მიზანი რაიმე მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება კი არა, ერთხელ და სამუდამოდ მატერიალური არსებობის შეწყვეტა. აგავად გიტას შეწყვეტა, აგავად გიტას მიხედვით. იოგი არ არის ის, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ან სხეულებრივი სრულქმნისათვის ასრულებს იოგას. ამასთან მატერიალური არსებობის შეწყვეტა სრულიადაც არ ნიშნავს რაღაც მითიურ სიცარიელეში გათქვეფას. უფლის მიერ შექმნილ სამყაროში სიცარიელე არ არის. პირიქით, მატერიალური ყოფიერების შეწყვეტა ნიშნავს შესვლა სულიერ სამყაროში, უფლის სავანეში. ორფერ გჭირდებათ? საერთოდ გიხარდებათ. ბაგავად გიტაში ნათლად არის აღწერილი უფლის სავანე, როგორც ადგილი, სადაც არ არის საჭირო მზედა მთვარე და არც ელექტროობა, რადგან როგორც მატერიალურ ზეცაში მზე სულიერი სამეფოს პლანეტები თვითონ ანათებენ ღმერთის სამეფო ყველგანაა, მაგრამ სულიერ ზეცასა და პლანეტებს მაინც პარამთხრმა, ანუ უმაღლესი სავანე ეწოდება. თვითონ უფალი ადასტურებს მათ ჩიტახ, მათ პარახ, მათ თანამ, რომ ჭეშმარიტ იოგს, რომელმაც სრულყოფილად შეიცნო უფალი კრიშნა, შეუძლია პოვოს ნამდვილი მშვიდობა და საბოლოოდ მიაღწიოს მის უმაღლეს სავანეს. კრიშნა ლოკას, რასაც გალოკა ვრინდავანიც ეწოდება. კრიშნასა და მისი სრული გამოვლინების ვიშნუს ჯეროვანი შეცნობის გარეშე ვერავინ მიაღწევს სულიერ ზეცას და ვერც ვერავინ მიაღწევს უფლის მარადილ სავანეს. ამიტომ ის, ვინც კრიშნას ცნობიერებაში შრომობს, სრულყოფილი იოგია, რადგან მისი ჭკუა მუდამ კრიშნას მოღვაწეობაზე ფიქრითაა მოცული. სავაიმანა კრიშნა პადარავინდარა იოხ. ვედებიდან ვიგებთ შემდეგს და მევა ვიდიტვათი რიტუეტი დაბადება სიკვდილის ჯაჭვის გაწყვეტა ცოცხალ არსებას. მხოლოდ მთების უზენაესი პიროვნების კრიშნას შეცნობით შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოგას შესრულებით პიროვნული სრულყოფა, იოგას შესრულებით მოპოვებული სრულყოფა არის მატერიალური ტყვეობისაგან განთავისუფლება და არა მაგიური შელოცვების წარმოთქმა და აკრობატული ილეთებით უცოდინარი ხალხის გასულელება. შლაპაფობათ კი იონჯანევამ სადათ მანამ იოგინიათა მანასახ შანტიმ ნირვანა პარამამ მაცამსთხამათი გაჩატიმ. Om Agyanati Mirandasya Gyanam Jana Shalakaya Chakshurana Militam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Krishtaya Putale Srimati Bhaktivedanta Swami Nitsi Namine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shonyavadi Pashatiya Deshatarine Jai Sri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhaktavrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare
ом саханававату саханофунакту сахавириамагаравабахае теджасавидам матидамасту мавитхви шавахае ом шанти 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 ом Хари Кришна მეექვსე თავი ბჰაგავად გიტასი ცნობილია როგორც თქიანა იოგა. თი ნიშნავს კონცენტრაციას. თი ნიშნავს ძალიან დაკვირვებას. ძალიან დაკვირვებას. როდესაც აღქმა ხდება არაზედაპირულად როდესაც აღქმა ხდება არაზედაპირულად, არამედ ძალიან დაკვირვებით. და ეს უბრალოდ გარეგნული დაკვირვება არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ამის შესახებ მოგიყვებით. შევეცდები მოგითხროთ იმ 8-საფეხურიანი იოგას შესახებ, რომელიც მოთხრობილია, რომელიც კრიშნა მოუთხრო არჯუნას. კრიშნა დეტალებში არ შედის იქ ძალიან მოკლედ ესებს ეცნობა, უყვება, რადგანაც არჯუნას ეს საკითხი ძალიან კარგადაა გავლილი სწავლის დროს, ახალგაზრდობაში. ბავშვობაში უბრალოდ. კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ ვისაც სურს ჭკუა დაიწყნაროს და რეალობა შეიცნოს, სულიერი რეალობა, ის უნდა წავიდეს განმარტოვებულ წმინდა ადგილას. განმარტოებულ წმინდა ადგილად ითვლება ის ადგილი, რომელიც წმინდა სახელმწიფოში, რომელსაც წმინდა ხელმწიფე მეთაურობს, ესეთი ადგილები ეხლა ძნელად მოსაძებნია. წმინდა ხელმწიფე, ანუ სადაც ტყეში არ არის ყაჩაღები, სადაც კანონი კანონობს, სადაც ტყეში იმდენი მრავალფეროვნება სცენარიებით, რომ მისი ნაყოფებით და ხერხებით შეიძლება თავი ირჩინო. სადაც ახლოს არის წყალი, სადაც დღეში ორჯერ განიბან. და ასეთ ადგილას მან უნდა დააფინოს კუშის ბალახის ჭილოფი. აი ესეთი რაღაცა, მაგრამ რომელიც კუშის ბალახისგან არის მოქსოვილი. კუშის ბალახი წმინდა რამეა და ერთი თვისება აქვს, რომ გველი არ ეკარება. და ხანგრძლივი მედიტაციის დროს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გველი არ მოვიდეს და არ უკბინოს. კუშის ბალახზე უნდა დააფინოს ანტილოპას ტყავი. ან ირმის ტყავი. ბეწვით ზემოთ. იმიტომ უნდა დააფინოს ეს ტყავი. იმიტომ უნდა დააფინოს ეს ტყავი. და ეს ტყავი იმიტომ უნდა დააფინოს, რომ მიწაზე რომ დაჯდეს პირდაპირ კუშის ბალახის კილოფზე, შეიძლება სინესტემ ხერხემალი დაუზიანოს. საათობით ჯდომის დროს შეიძლება დაემართოს რადიკულიტი. მაგრამ წავი თავისთავად არ არის წმინდა, ანუ უშუალოდ ტყავთან შეხებაც არ არის რეკომენდებული და ამიტომ ამ ტყავს უნდა ზევიდან დააფინოს რბილი ნაჭერი. მაუდი მოქსოვილი რაღაც ესეთი ნაკსოვი.
4-ად გაკეცილი დააფინოს ტყავზე. მერე დაჯდეს შესაბამის პოზაში, უკეთესია ლოტოსის პოზაში. მთელი ყურადღება მიაპყროს ცხვირის წვერს. ნასაგრად დრიშტვა ცხვირის წვერზე გადატანა ყურადღების. ან ფხუმადია დრიშტვა წარმებს შორის მიაპყროს მთელი ყურადღება. მთლიანად დაივიწყოს სექსუალური იდენტობა. ანუ იმას კი არის ლაპარაკი, რომ სექსი არ უნდა იფიქროს. ზოგადად სექსუალური იდენტობა რომ არსებობს, ქალი და კაცი ეს უნდა დაივიწყოს საერთოდ. და ამის შემდეგ უნდა სუნთქვითი ვარჯიშებით დააწყნაროს თავის შუა. ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, რას ნიშნავს შუის დაწყნარება და რისთვის არის ეს საჭირო. ყველა პრაქტიკაში, ნებისმიერ იოგაში. რასაც ავტორიტეტები გვიყვებიან, გნებავთ კრიშნა, გნებავთ უფალი ჩაიტანია, გნებავთ პატანჯალი მუნი. შუის დაწყნარება არის ფუნდამენტალური საკითხი. ოღონდ ეს ხდება სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა ეპოქაში. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ კალი იოგაში, ჩვენს ეპოქაში შეუძლებელია 8 საფეხურიანი იოგას განხორციელება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შუის დაწყნარებაზე. არა, შუის დაწყნარება აუცილებელია, ოღონდ ეს სხვა მეთოდით ხდება. და არავის არ ქონდეს იმედი, რომ ჭკუა არ უნდა დააწყნაროს და აფორიაქებული ჭკუით, ჩასისხლიანებული თვალებით, გაბრაზებული და გაშმაგებული უნდა შეუდგეს იოგას. ესე არ ხდება. იოგა ის იოგა, რომელს შესახებაც კრიშნა უყვება არჯუნას, ითვალისწინებს ცხოვრების მოწესრიგებას. ცხოვრების მოწესრიგება ნიშნავს 5 დიადი აკრძალვის მიღებას და 5 დიად პრინციპებზე დათანხმებას. ხუთი დიადი აღქმა არის ahimsa, არაძალადობა, ასტეია, არ მოპარვა სხვისის არ მithვისება. შემდეგ რა არის? შემდეგ რა არის თუ გახსოვთ ვიღაც? ahimsa, ასტეია. ანეთ, ahimsa, satya, ასტეია, ბრამაჩარია და აპარიგრახა. ანუ არაძალადობა, არ მოტყუება სიმართლის ლაპარაკი, სხვის ქონებაზე ხელის დადე არა. ბრამაჩარია, ანუ სექსუალური უბიწოების შენახვა და აპარიგრახა მოხვეჭის სურვილზე უარის თქმა. ამ ხუთ აღქმას მაჰავრატა დიადი აღქმები ეწოდება, რადგანაც იგი არ არის დამოკიდებული დროზე, ადგილზე და გარემოებაზე. თუ ადამიანი მიიღებს ამ აღქმას დადებს, მაშინ მანის უნდა შეასრულოს ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში. ასევე არის 5 დიადი პრინციპი. სისუფთავე, სატია, კმაყოფილება, სანტოშა, კიდევ რა არის? ტაპასია, ასკეტიზმი, სვათქიაია, განათლება, იშვარა პრანითხანა, ღმერთზე მინდობა.
სისუფთავე არის ჭკუის, მეტყველების და სხეულის სისუფთავე. სხეულის 9 კარები უნდა სუფთა იყოს ყოველთვის. მოკლედ უნდა დაიბანოს, დაიბანოს და კბილები გამოიყენოს. სასურველია დღეში ორჯერ. კმაყოფილება ნიშნავს იმის შეგრძნებას, რომ არაფერი არ არის, რასაც უნდა ესწრაფოდეს, ყველაფერს ღმერთი მოგცემს. უღმერთო ჭკუა არის მუდამ უკმაყოფილო. გონის სიმტკიცეს არ ღვევს ამ დროს ფუჭი ფიქრები. უკმაყოფილო ვერასოდეს პოვებს მშვიდობას. იმისოთ კი ბედნიერი როგორ იქნები. შემდეგ კმაყოფილება ტაპასია, თავშეკავება, ასკეტიზმი. უბრალო ცხოვრების ცხოვრება. არ არის საჭირო 3 გარდერობი, 9 სახლი. არა, ის რაც აუცილებელია ცხოვრებისათვის ადამიანს ის უნდა კონდეს. ყოველგვარი ზედმეტი მისთვის არის ყელზე შებმული წისქვილის ქვა. წყალში გადავარდნის მომენტში. დასაჩობად არ გაქვს. წვირთად აწევს. სვათქიაია, როგორც ზოგადად თარგმნება როგორც განათლება, მაგრამ სვათქიაია არ არის უბრალო განათლება. განათლებად არის მიჩნეული სწორად გამოთქმა ვიბრაციების. თუ პიროვნებას ადამიანს შეუძლია ვიბრაციების სწორად გამოთქმა, მანტრების, შლოკების, საკუთარი აზრების, ეს უკვე ნიშნავს განათლებას, ანუ მანტრის სწორად წარმოთქმა უკვე სვათქიაია, მანტრის წარმოთქმაში ვარჯიში. და ძირითადად ეს განათლება შვედურ ეპოქაში ესეთნაირი იყო. ბაყაყების ყიყინს ეძახდნენ. იჟდა დიდი გომბეშო, მასწავლებელი. ბაყაყები და იმეორებდნენ. ანუ ზუსტად ის ამბობდა, ესენი იმეორებდნენ. იმეორებდნენ. აი ეს არის სვათქიაია, როცა შენ ვიბრაციების სწორად წარმოთქმას ეჩვევი. ვიბრაციების არასწორად წარმოთქმას რა მოაქვს? ვიცი ჩვენ ერთმა რომ შეასრულა მსხვერპლ შეწირვა და ინდრას მოკლო რომ უნდა და დემონი რომ დაიბადა, რომ არასწორად თქო ერთი ბგერა მანტრაში რა. ერთადერთი ბგერა თქო, არა სხვა რაღაცა გამოვიდა. გაუნათლებელი გასიღო, არ ქონდა განათლება. ასეთ გაუნათლებლებს, რომელთაც არ შეუძლიათ სწორად გამოთქმა ვიბრაციების, ქვია მლეჩხები. მლეჩ ნიშნავს ბლა 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 ენარო ებმება. და იშვარა პრანითანა, ღმერთზე მინდობა. ადანჯალი გვასწავლის, რომ თავდადებული ვარჯიში და განდეგილობა და ასევე ღმერთზე მინდობა იძლევა შედეგს. ღმერთზე მინდობის, თუ ღმერთს იმედი არ აგად, არ მეელოდე რაიმე შედეგს. ყოველ შემთხვევაში იმ შედეგს უნდა ელოდე, რისი იმედის გაგვდა ღმერთის გარეშე, ისი იმედი რაღაც მეორე ხალისხოვანი შედეგებია ყოველთვის რა. როდესაც ადამიანი ესეთ მარტივ ჭეშმარიტ, მარტივი ესეთ აქმნებს დადებს, როცა ცხოვრებას მოაწესრიგებს, როდესაც ის იცავს ძილის დრო, ძილის რეჟიმს, თავის დროზე წვება, თავის დროზე დგება. როცა ის იცავს წვების რეჟიმს, ებულოს პრასაც თავის დროზე იმ რაოდენობით რაც საჭიროა. პრასაც თუ ვაიშნაური ეტიკეტის მიხედვით ვერ ამზადებს და ვერ ახერხებს, იმდენი მაინც უნდა გააკეთოს, რომ სანამ საქმეს მიიღოს, მანამდე ღმერთს მადლობა უთხრას, რომ მადლობ თუფალო, რომ მომეციეს, რაც მომეცი.
და თუ მე თვლი რომ ბევრი არაფერი მომეცი და მაინც გემრიელი არ არის, ეს იმიტომ ხდება რომ მე ვარ უკმაყოფილო და მე ვარ ბრიყვი და შენ აკაფეშო შენ მოწყალე ხარ. რომისა და დასვენების რეჟიმის მოწესრიგება. დღევანდელი განათლებული ექიმები, სერიოზული ექიმები, რომლებაც მიხვდნენ, რომ წამლითა და ოპერაციით ადამიანს ვერ უშველენ. ძალიან მარტივ რაღაცას გვეუბნებიან, რომ აი როცა ზიხარ და მუშაობ, საათში ერთხელ ადექი და 5 წუთი ჩაცუცქვები გააკეთე. 10 ჯერ გააკეთე. დაჯერ გააგრძელო მუშაობა. მე ერთ საათში კიდევ ადექი. ჩვენ ესეც არ ამასაც ვერ ვასრულებთ. ძილის, ხვების, ჯამისა და მუშაობა დასვენების რეჟიმს ვის ვერ მოაწესრიგებს, თქვილად აქვს იმედი, რომ იოგას რანაირი იოგას გინდა, იმნაირი იოგას. ბაქტი იოგა, რაჯა იოგა, აშტანგა იოგა, მაშტანგა იოგა, აგნი იოგას, კუნდალინი იოგა, როგორიც გინდა 1000 სახელი დაარქვეს, სულ ერთია, მაინც ვერ მიახსოვს. როდესაც ადამიანი შეძლებს იმდენს, რომ ის თავის ცხოვრებას მოაწესრიგებს და მას უკვე ხელს აღარ უშლის ძირითადი დაბრკოლებები, რომელიც ჭკუის გაფანტულობიდან მოდის. აუნტყოფობა, სიზარმაცე, თავშეუყალებლობა და კიდევ ბევრი რამ. ასეთი ნელ-ნელა მის ჭკუის დაფანტულობა ნელ-ნელა წყნარდება. ამის შემდეგ ადამიანი იწყებს მესამე საფეხურზე, ანუ ნიამა და მესამე საფეხურზე გადასვლას ასანა. ასანა ზოგადად ნიშნავს დასაჯდომ ადგილს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასანა ნიშნავს რაღაც პოზაში ყოფნას, ჯდომას, ღვამას, ან თავდაყირა, ან რა ვიცი. ძირითადად ჯდომარე პოზები. ასანები ძალიან კარგ გავლენას ახდენენ ადამიანის სხეულის მდგომარეობაზე. მაგრამ მათი მთავარი დანიშნულება ეს არ არის. ადამიანის სხეულში, ისევე როგორც მთელ კოსმოსში, არის უამრავი არხები. აქედან 80-84 მთავარი ძირითადი არხია. ხოლო დანარჩენ 80,000-მდე მეორე ხარისხოვანი არხები. ადამიანის სხეულში ეს ის არხებია, სადაც ვიბრაციები ვრცელდება და სხეულს პრანას მართავს. ხოლო კოსმოსში ეს ის არხებია, ანალოგიური არხები, სადაც შეიძლება ვიმანებმა იმოგზაუროს, ანუ კოსმოსური მოგზაურობის არხები. აბსოლუტურად ერთნაირია კოსმოსში და ადამიანის სხეულში. შივა მისცა იოგებს 80-84 პოზა ასანა, რომელიც ამ არხებს ასუფთავებს. ამ არხებს ქვია ნადი. და როცა ეს ნადი თავისუფლდება და სწორად ვიბრირებს, ჩაგრები სწორად ტრიალებენ, სხეული კარგ მდგომარეობაში ჯანმრთელი. შემდეგი წარმოიდგინეთ ეს რაღაც ესეთი პოზები, ამ ფეხის აქედან წამოღება და ხარზე გადადება, მეორე ფეხის კისერზე გადადება და ენის რაღაცა გადაყლაპვა და
ეს იმიტომ კი არ არის, რომ სხვები გააკვირო ამით. ეს იმიტომ არის, რომ სწორედ ეს ნადი მოიყვანოთ ეს რიგში. შემდეგ იწყება პრანაიამა. პრანაიამა არის სუნთქვის რეგულირება. ძირითადად არის სამი ტიპის სამი ფუნდამენტალური პრანაიამა, საიდანაც დანარჩენები გამომდინარეობს. ეს არის ქვემოთ შესუნთქვის პრანაიამა, მოსუნთქვის პრანაიამა და შესუნთქვა-მოსუნთქვის პრანაიამა კომფაკა. და პრანაიამა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭკუა დაწყნარდეს. პრანაიამა მიმდინარეობს უკვე ფიზიკური და უხეში და ნატიფი სხეულის საზღვარზე. და როცა ნატიფი სხეულის საზღვარზე სივრცე წყნარდება, ნელ-ნელა ჭკუა წყნარდება. ეხლა გადავიდეთ მთავარზე. რა საჭიროა ჭკუის დაწყნარება საერთოდ, ან რას იძლევა ჭკუის დაწყნარებას. თუმცა მანამდე ჩამოგიტოვოთ, პრანაიამას მერე არის ატიაჰარა. ატიაჰარა ეს არის გარედან მიღებული შთაბეჭდილების მოთოკვა. პრატიაჰარა, ატიაჰარა კი არა, პრატიაჰარა. პრატიაჰარა ეს არის თანთქმის შეწყვეტა. აჰარა აჰარა ნიშნავს ხარე ის ვისაც მიაქვს ხარი. აჰარა ნიშნავს იმას, რომ შენ ეწინააღმდეგები არატან და გინდა ჩათქვლიო. როგორ? როცა შენ უნდა გასცე რაღაცა, როცა ეწინააღმდეგები და პირიქით გინდა მეტი ჭამა გინდა, მეტი სუნთქვა გინდა, მეტი სიმდიდრე გინდა და ატიაჰარა არის უკვე გადაჭარბებულად მეტი რო გინდა და პრატიაჰარა ნიშნავს ამის შეწყვეტას. ამას აქვს თავისი ტექნოლოგიები. ზოგიერთი ამას არასწორად განმარტავს. ძირითადად არასწორად განმარტავენ, რომ ეს გზნობების გაჩერება. რომ თვალები აღარ უნდა ხედავდეს, ყურს აღარ უნდა ესმოდეს, შეხება აღარ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. უნდა ვიცოდეთ ყოველშაბათში, როცა მანტრას ვიმეორებთ, რეალოსანი ჯაპა არის იმისათვის, რომ შეხების გზნობა დაიკავოს. და ჰრე კრიშნა, კრიშნა, ჰრე რამა ამ დროს პრინციპში აღარც უნდა ხედავდეთ. იმიტომ კი არა, რომ დაბრუნავდეთ. არა, ჩვენი თავარი ვექტორი არის მიმართული, გზნობების არის მიმართული, რომ თქვათ და გავიგონოთ. დანარჩენი გზნობები უკვე მცირდება. და რა ამბავია. შემდეგ ეტაპი არის თხარანა. დაჯექით სწორად. თხოვთ დაჯდეთ სწორად. ხერხემალი სწორად დაიჭიროთ. თხოვთ დახუჭოთ თვალები. ჩანთაში თუფული გიდევთ, ჩაიდევით კალთაში რომ არავინ მოგყაროთ. დაჯექით სწორად, დახუჭეთ თვალები. ამდენს რას თარგმნი, ვეღარ დახუჭეთ თვალები? დაჯექით სწორად, დახუჭეთ თვალები. და წარმოიდგინეთო თქვენ სიხართ დინარის ცოტა მაღალ ნაპირზე. და თქვენს წინ მოდის მდინარე, დიდი წყალუხვი მდინარე მოაქანებს თავის ტალღებს. ყველა ეს ტალღა თქვენი აზრია. ყველა ეს ტალღების თანმიმდევრობა თქვენი აზროვნების პროცესია.
ეს ტალღები მიედინებიან და თუ მას კარგად დააკვირდებით, თან წაგიღებენ და შეიძლება გადავარდეთ წყალში, თვალს მოგჭრიან. უცებ წარმოიდგინეთ, რომ ეს მდინარე ჩერდება. ყველა თქვენი აზრი, ყველა სურათი, რაც თქვენ აღიქვით გარედან, მთელი რეალობა, მთელი სამყარო უცებ ჩერდება. ამას ქვია თხარანა. თხარა ნიშნავს დაჭერას, დაკავებას. არჯუნას ეძახდნენ თანორ თხარა, იმას ვისაც უჭირავს მშვილდი. თხარანა ნიშნავს ამ აზრების დაკავებას, გაჩერებას. თქვენი აზროვნება გააჩერეთ. აბა ვცადოთ ერთი რამ. დახუჭეთ კი თვალები, დახუჭეთ და შეეცადეთ ნახოთ, რაზე ფიქრობთ თქვენ. რაზე ფიქრობს თქვენი ჭკუა? ვერაფერს ვერ იპოვით. ყველა თქვენი აზრი დამალულია. ყველა აზრი დამალულია. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული ვარჯიში, რომ თქვენი აზრები დაინახოთ. რომ თქვენმა ჭკუამ დაინახოს თავისივე მოქმედება. ამის მერე წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ზუმის ფუნქცია. როგორც ტელეფონს, რომ ნებისმიერი ტალღა, რომელსაც აირჩევთ, შეიძლება მოიტანოთ ახლოს ზუმით. მოიტანოთ ახლოს ნებისმიერი ტალღა, მაშინ შეხვიდეთ და გაარკვიოთ ეს აზრი რა არის, საიდან წარმოიშვა და რატო. ამას ქვია თხიანა. ეს არის თხიანა, როცა სრული კონცენტრაცია მიდის. ამ დროს ხდება უცნაური რაღაც. ამ დროს ხდება უცნაური რაღაც. ჭკუა წყნარდება და ის იძენს ორ მეგობრულ თვისებას. გარე სამყაროს აღიქვამს გრძნობების და სენსორების გარეშე. ზოგადად ჭკუას აქვს ეს უნარი. გადაიქცეს სამყაროთ. გადაიქცეს რეალობად. მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში ის იქცევა იმ რეალობად, რომელსაც გრძნობები უყვებიან. ჩვენი სენსორები გადაცემენ ინფორმაციას გრძნობები გადაცემენ ტანმატრებს, ეს ჭკუის ძალიან რთული კონსტრუქცია და ჩვენი ჭკუა თავის ეკრანზე ხატავს ამ მოყოლილს. და ეს ეკრანი გადაიქცევა ამ რეალობად, რასაც ჩვენ აღვიქვამთ და ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ, თორე ჩვენ გარეთ რა არის, არ ვიცით. და როდესაც ჭკუა წყნარდება, მას აღარ ჭირდება გრძნობების მონაყოლი, მას აღარ ჭირდება სენსორები, ის თვითონ დამოუკიდებლად შედის ამ რეალობაში და ამ რეალობად იქცევა. ისევე როგორც კარგად გაპრიალებული კრისტალი. ღებულობს იმ საგანის ფერს, რომელსაც მის უკან მოვათავსებთ. წითელს კრისტალი წითელი გახდება. ბრილიანტის ბეჭედს შეგიძლიათ ნახოთ. წითელი მწვანე გახდება. ლურჯი გახდება და რას გინდათ. ჭკუა სწორედ ესეთნაირად ხდება ის რეალობა, რომელსაც ის აღიქვამს.
ასეთ აღქმას ქვია პაროქშა გიანა. მანამდე როცა გრძნობებით აღვიქვამდით, ამას ქვია პაროქშა გიანა. პაროქშა გიანა. პაროქშა და ეს არის უკვე აპაროქშა. Ну вы можете без этого санскрита сейчас не путаться. Просто есть восприятие чувственное, есть восприятие умственное, есть восприятие духовное. Оно არის აღქმა გრძნობისმიერი, ჭკუისმიერი და სულისმიერი. Когда როდესაც შესაძლოა გადავირთვები ახლავე. როდესაც ჩვენ გრძნობების საშუალებით ვახდენთ აღქმას, ამას ქვია ვიტარკა. ვიტარკა ესეთი აღქმა თუ ძალიან განვითარდება, ძალიან კონცენტრირებული გახდება და მაშინ ვარჯიშობს, სპეციალური ვარჯიშებია. მაშინ ადამიანი უბრალოდ კი არ ხედავს სამყაროს, არამედ ხედავს სამყაროს შემადგენელ ხუთ სტიქიას. მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე. და მას შეუძლია მართოს ეს ხუთი სტიქია. რაც დიდი ხიფათია თავისთავად. მაგრამ როდესაც შემდეგი განვითარება ხდება, მაგრამ როდესაც შემდეგ ვითარდება კონცენტრაციის უნარი, ადამიანი იწყებს კონცენტრაციას საკუთარ ფიქრზე. ანუ ადამიანი იწყებს ფიქრს საკუთარ ფიქრზე. ადამიანი იწყებს შეცნობას საკუთარი შეცნობის შეცნობას. ჭკუა იწყებს თავის თავზე დაკვირვებას. ამას ქვია ვიჩარ. როცა შინაგან სამყაროსზე კონცენტრაცია ხდება. და ლეგენდარული სუტრა, მეჩვიდმეტე სუტრა პატანჯალის ესე აღწევს ამ თანმიმდევრობას. ვიტარკა, ვიჩარ, ანანდა, ასმიტა, რუპანუგამათ, სამპრაგიათ. რომ ჯერ არის ვიტარკა, სტიქიებზე კონცენტრაცია, მერე არის ვიჩარ, შიდა სამყაროზე აზრებზე კონცენტრაცია და მერე მოდის ანანდა, ნეტარება, რადგანაც Hold up, please. Please ვიცი და დამჩენე აღარ ვიცი უკვე ინგლისურად. როდესაც ჭკუა წყნარდება, ამ დროს ერთ ფორმაში შეირწყმება აღსაქმელი რეალობა, აღქმის პროცესი და ამ ხმელი, ანუ ჭკუა და ყველაფერი ეს განსალკევდება სულისაგან და სული ხედავს, რომ მე ეს არ ვარ. და ის იღვიძებს. და მას ეუფლება არამიწიერი ნეტარება. ვიტარკა, ვიჩარ, ანანდა. ანანდა იმართება, იმიტომ რომ ასმიტა რუპანუგამათ, ის ერთად ფორმაში რო შევა, ასმიტა მე ეს არა ვარ. ეს არის სამათხის დასაწყისი საფეხური. ეს არის სამათხის დასაწყისი საფეხური. სამპრაგიათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჭკუა წყნარდება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როდესაც ჭკუა წყნარდება, ის იძენს ორ მეგობრულ თვისებას. კრიშნა ამბობს, დაწყნარებული ჭკუა ადამიანის მეგობარია. თუ ჭკუა არ არის დაწყნარებული, ის მისი უბოროტესი მტერია. და როგორ არის მეგობარი? აი, რას ნიშნავს არის მეგობარი, ხო? საფრანგეთში დადიან ერთად. თუ რა? მეგობარი არის, რომ პირველ ეტაპზე ის მთლიანად ღებულობს რეალურ ფორმას მატერიალურ სამყაროს. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს მრავალფეროვნება, ეს ტყეები, ეს მინდვრები, ეს მდელოები, სადაც ჩობილ ვარ, გაზრდილ ვარ და მის როლია ის არის და ეს ჩემი ბიძაშვილი და ჩემი მამიდაშვილი.
არა, ეს რეალობა ესეთი არ არის. ეს რეალობა შედგება მხოლოდ და მხოლოდ 5 ელემენტისა და 3 გუნისაგან. არც ბიძაშვილები ამ რეალობაში, არც მამბიძაშვილები. და არც კიდევ ისა ბიზნესი და შეყვარებული და საყვარელი. ცოლი, საყვარელი, მეორე საყვარელი. არა, ეგეთი რამე არ არის. ჭკუა გვაჩვენებს, რომ ეს არის 5 სტიქიისაგან შექმნილი რეალობა სხვადასხვა ვარიაციებში, როგორც 3 გუნა მოინდომებს. 5 სტიქია, 3 გუნა და ჭკუა არის აღსაქმელი. ყველაფერი ეს აღსაქმელია. როცა სხვადასხვა კომბინაციებს ქმნის და ამ აღსაქმელის ერთადერთი ფუნქცია არის იყოს აღქმული. სხვა დანიშნულება არ გააჩნია, ამ ხმელისთვის არის შექმნილი. ამ ხმელი არსებობდა სული მანა, სანამ ეს აღსაქმელები შეიქმნებოდა. ხოლო ჩვენი მეცნიერები ამბობენ, რომ აღსაქმელისაგან წარმოიქმნა აღქმელი. ჩვენი მეცნიერები ამბობენ, რომ აი ამ ყველაფერი მატერიისაგან წარმოიქმნა ის, მერე მის მატერიას გრძნობს. ეს არის დიდი სისულელე. არ დაიჯერეთ. ჩვენი მეცნიერები ამბობენ, რომ დამკვირვებელი ამ ხმელი воспринимающий он сейчас в общем, есть объект восприятия, есть процесс восприятия, есть воспринимающий наш ум. Все это трое, оба, и все троем объединяются в одну форму, и ум нам показывает, что это всего лишь 5 стихий и 3 гуны. Единственное, и все это воспринимаемое. Единственное назначение этого воспринимаемого – быть воспринятым. То есть она создана для того, для души. И душа была до того, а потом она создана уже для души. Как игрушка для души. А наши ученые говорят, нет. Из всего этого произошла душа. Из воспринимаемого произошел воспринимающий, наблюдатель в процессе эволюции. Примерно таким же успехом можно утверждать, что зрители театра произошли от актеров, которые играли на сцене. Эти актеры играли на сцене, играли, потом им стало надоело играть, и вышли они в зал и начали наблюдать за сценой. Сами понимаете, да, логика какая? Из чего-то никогда не возникает то, чего там нету изначально. Из абрикосов только потому, что там уже есть абрикосовое дерево, а ничего больше. Из абрикосовой косточки баобаб не вырастет никогда, потому что там нету баобаба. Там есть только абрикос. А и абрикос потом уже даст плод, абрикосовый плод, у которого есть косточка, в котором уже есть абрикосовое дерево и плод, и все. Поэтому из материи происходит только материя. А жизнь происходит из жизни. Единственный источник жизни – это жизнь, сама жизнь. Мы являемся частью вечного целого, живой частью вечного живого целого. Сейчас мне надо вернуться обратно на грузинский. Как? Как? Верговиген? Переключиться я успею. У нас время до скольких? Что значит почти до скольких? Цифру назовите. У 5 заканчиваем. Серьезно? Мы уже закончили. Оказывается, у нас иллюзия. Это иллюзия лекции. Мы просто закончили. Это наши чувства обманывают нас. И вот так. Чкуа ромелис дацкнардеба.
ის ღებულობს მეორე მეგობრულ თვისებას, რომ ის ხდება სარკესავით და ირეკლავს სულს, ანუ სული თავის თავს ხედავს დაწყნარებულ ჭკუაში. როდესაც სარკეში იყურებით, სარკე ხომ არ ქმნის მეორე მეს, თქვენს ანარეკლს გაჩვენებთ. სწორედ ასევე ჭკუა გაჩვენებთ თქვენს ანარეკლს და თქვენ ხვდებით ვინ ხართ თქვენ. ჭკუას არ შეუძლია შექმნას სულიერი რეალობა. სწორედ იგივეს გასწავლის უფალი ჩაიტანია. ჩეეტო დარფანა მარჯანა, ანუ როდესაც თქვენ ჭკუას გააპრიალებთ სარკესავით. აი მერე მოვა ხამა მახადავაგ ნირვაპანა, მერე შედიხართ ნირვანაში, როცა თქვენ თავისუფლდებით მატერიის გავლენისაგან. და ყველაფერი დანარჩენი. აი ესეთი არის იოგას დანიშნულება. ესეთია იოგას მიზანი და როდესაც თქვენ სხვა იოგა წრეებში დადიხართ და გეუბნებიან რომ იოგას მიზანი ისაა რომ ცხვირი მიიტანოს ქუსლებთან, ეს არ არის იოგას მიზანი, თუმცა ეს შეიძლება რაღაცაში გამოგადგინოს. ან ცხვირს მოეტანოს, ან ქუსლებს რაღაცას რა. ჰარე კრიშნა. ამით დავამთავროთ. შეკითხვები თუ არის, გთხოვთ. Да. Быть или не быть, да. Я тоже так умею, как бы сказал, пожалуйста, иди творить, да. Но чтобы творить, нужно понимать, что творить, нужно какое-то желание. И вообще вот говорится, что хоть женщина, кого хочет Бог. А многие женщины сейчас они не понимают. Не ради творения мы попали сюда. Не ради творения. Не, немного. Там совсем немного. Мы попали сюда в поисках счастья, когда мы начали искать счастье автономно. То есть суть счастья заключается в том, что когда Господь принимает от своих частей, Он постоянно воспроизводит, излучает своих частей. Но когда получает от своих частей желание обрадовать, удовлетворить, желание сделать счастливым, и 10-кратно, и 100-кратно возвращает обратно. А потом живое существо уже 100-кратно больше счастливым, опять отдает это счастье Богу, а Господь еще 100-кратно возвращает его обратно. Обмен. Пожалуйста, садитесь, please. И как раз обмен этими расами, этими вкусами, обмен счастьем, она является основным формой существования жизни. Нет, пока нет. А мы, поскольку немножко подальше находимся, мы относимся той энергии, которая подальше находится, мы говорим, мы такие же, как ты, Кришна. То мы не против там сделать тебя счастливым, сами стать счастливым, ради Бога. Понедельник, вторник, среду, четверг, пятницу. Ну дай нам в субботу, воскресенье, мы тоже такие же, мы тоже хотим иметь частей, играть с ними. Вот это наше основное желание, в корне которого зависть, что мы завидуем способности Кришны, сделать счастливым и сам становиться от этого счастливее. И Кришна нам создает иллюзорную реальность, где мы считаем, что у нас есть части. Мои руки, мои ноги, моя семья, моя жена, мой муж, мои дети, моя родина, моя партия, моя бла-бла-бла. Все мое. И мы начинаем играть с этими. И мы стараемся сделать все это счастливыми. Не получается. И счастье от них получать тоже не получается. Потому что у нас нет столько ответственности, мощности такой. Это иллюзорно. И вот для того, чтобы выйти из этой иллюзорной реальности, надо остановиться. Надо остановить восприятие этой иллюзорной реальности и посмотреть в зеркало своего собственного ума и увидеть себя. И в этот момент происходит что-то невероятное. Вот этот взрыв, просветление, свет души, Саччитананда, она сжигает все наше прошлое в нашем уме. Вся карма сжигается.
Наше прошлое сжигается, исчезает. Мы уже другой, совсем другой. У нас нет прошлого, у нас нет грехов, у нас нет долгов. И материя уже не может управлять нами при помощи кармы. Наоборот, мы начинаем управлять материей. Мы еще находимся в теле. Тело еще наше. Но одну секундочку, еще раз повторите, пожалуйста. Ну, условно, это материально. Условно, Что, еще раз повторите чуть погромче. Пока мы находимся в этом теле, нет, нам она не нужна на таком этапе. На этом этапе нам материя не нужна. Никак. Но мы преждевременно не разрушаем эту конструкцию, скафандр, не разрушаем. Ум работает по-прежнему, они все действенны, наши желания, наши сенсоры, наши кармендры, генендры, они все действуют, но они действуют согласно нашим желаниям, духовным желаниям, настоящим желаниям. И это действие этого скафандра называется не кармой, а лилой, игрой, служением, преданным служением. Чистым преданным служением. Мы используем все, что угодно. Мы используем микрофон, мы используем компьютер, мы используем телефон, и мы используем также свой собственный скафандр для того, чтобы служить Богу и сделать его чуть-чуть счастливее, еще более счастливее. А то нам она не нужна в принципе никак. И не телефон не нужен. Мы видим, слышим без телефона. Мы чувствуем без тела. Но поскольку эта конструкция, пока время не пришло, существует, мы его заставляем вести деятельность, которая не сажает кармические семена. Есть душа без активности не может быть. Душа всегда активна. И тело всегда активно, поскольку пока там есть душа. Но эта активность бывает двух типов. Одна тип активности, который сажает семена в нашем сознании, и эти семена дают всходы и плоды. И эти семена называются кармой, и эти всходы называются кармой, и плоды тоже называются кармой. Это один тип активности. Есть другой тип активности, который подобного не делает. Это чистое преданное служение. А желание мы никогда не теряем, это наше духовное желание. Это не желание скафандра. Происхождение желания скафандра очень-очень тонкая вещь. Это в йога-сутрах описано, как они рождаются, эти желания. Они рождаются от чувства счастья, от чувства несчастья. От чувства счастья рождается «хочу», от чувства несчастья рождается чувство «не хочу». Ну, мы не сможем это, можем поговорить отдельно уже об этом. Так? Пожалуйста, пожалуйста. Весь этот круг и вся эта информация, чтобы она перешла в определенную картину, которая называется верой, нужно определенное время. Потом посидим, поговорим. Это что? Баланс между духовным и материальным, она существует тогда, когда материя находится в своем непроявленном состоянии, а душа находится в своем экстатическом состоянии служения Богу. Другого баланса не существует. Все остальное – это определенное соприкосновение духа и материи. И место этого соприкосновения называется
бхакти. Бхакти. Преданное служение. Где как эта поверхность, очень тончайшая поверхность материи, она одухотворяется. Но баланс, на самом деле, баланс, не бывает такого. Не бывает такого. Но это не значит, что они должны быть обязательно как это надо сказать? Вы поняли, да? Это не противоисключающие энергии. С точки зрения владельца энергии, источника энергии, эти взаимодополняющие. И та его энергия, и та его энергия. Они просто предназначены, то есть их места разные, но Господь использует вот эту энергию инертную для того, чтобы для нас создать иллюзорное окружение. Просто как пластилин использует для этого. Харе Кришна. Если есть еще какие-то вопросы, пожалуйста. Да. Задавайте, задавайте. Мы уже и так переборщили. Вот еще очередь здесь. Давайте, я буду задавать. Давай. По поводу апириграха. Апариграха. Если да, нет стремления к материальным благам. Еще? Вот это получается, нет стремления к материальным благам. Да, это есть, мухвеча говорит, да, это не стяжательство, не стяжательство. Есть разные преданные, да, с разных семей, с разными потребностями и так далее. Хотя мы все, по сути, наравне, и мы стремимся к какому-то аскетизму в своем смысле, чтобы правильно проповедовать, развивать в себе духовность и так далее. Вот, скажите, пожалуйста, что делать человеку, которому несущи очень сильные аскетичные условия в качестве вот матаджи, я скажу, и других, как других матаджи, что есть потребности повыше, например, при выборе там, супруга или при выборе там, еды и так далее. Можете, пожалуйста, уточнить и, может быть, вдохновить матаджи или внушить, ну, в общем, силу какую-то? Да? Я постараюсь вдохновить матаджи, но сам я предельно вдохновлен, когда вы в один ряд ставите супруга и пищу. Значит, правильный выбор супруги, правильный выбор пищи, правильный выбор одежды и так далее. Выбор отношений – это несколько раз другая вещь, нежели выбор определенных аксессуаров или как-то в сферах проживания. Как, где проводится граница, нормальное, то, что тебе полагается, и где начинается уже стяжательство и повышение уровня требований. Верно? Я это скажу относительно материи. Относительно живых существ это немножко другая вещь, потому что какие должны быть требования, как вы должны относиться равным, младшим, старшим, и как выбрать супругу. Или, может быть, неправильно это выражение выбрать, как правильно увидеть, что это именно тот человек, которого мимо уже не стоит проходить и пропускать, и это обоюдное, это более. Давайте ограничимся пока материальными вещами. Значит, когда есть сари, которые вы носите, когда есть другой сари, который у вас в гардеробе, или третье, я не знаю, сколько должно быть, но потом появляется еще одно, оно очень красивое, просто почему есть возможность, не краденые деньги, ничего законно заработанное, почему его не купить, и что от этого будет плохое, что будет плохое. Удивительная вещь. Мне задали вопрос такой однажды, что общаются молодые люди, мальчик, девушка, а зачем нужна брак? Зачем брак? Зачем? Что такое брак вообще? Я говорю, брак это когда ты признаешь в своих отношениях, оформляешь перед законом, перед Богом
определенными ритуалами. А зачем она нужна, эта практика? Зачем она нужна? Я говорю, это нужно для того, чтобы родить счастливое поколение, потому что назначение сексуальной энергии, секса, это зачать детей, и только со своим супругом зачать детей. И не просто зачать детей, зачать счастливых детей. Зачать таких счастливых детей, когда общество, социум не станет хуже. Потому что сейчас такое катастрофическое увеличение количества жителей и заполонили мир. Нежелательное население, как в поговорке говорится. А как происходит? Зачать именно счастливых людей, счастливых детей. Это происходит так же, как Ахимса. Послушайте внимательно чуть-чуть вот так, или Махот Сотагамы, Туршев Хедвадамьяс. Вот, что видите, Анатолий слушает. Это происходит таким образом. Когда мы раньше времени прекращаем жизнь другого живого существа, это же плохо. Это очень плохо. Потому что у него есть свое видение жизни, и мы прекращаем его эволюцию. И за это мы отвечаем. Но когда мы раньше времени даем жизнь какому-то существу, это тоже плохо. Потому что какое-то существо еще не прошел через обряды очищения, там в чистилище или в аду, или где-то, и у него сознание не совсем чистое, она не освободилась из прошлых кармических самскар, а мы создаем условия для того, чтобы он родился. Понимаете? А вот не соблюдал все эти процедуры самскары и не перед Богом и перед законом не оформить свое взаимоотношение, мы уже гарантируем место в лоне именно такому существу, как карма, которая не очистилась, и мы рождаем его раньше времени. Если мы увидим полную картину, эта полная картина будет удивительной. И там все будут занимать свои места, того, кого убили, кого мы раньше времени захотели там получить с ребенком и так далее, и так далее. И также все касается и нашего имущества. Когда мы увидим это все, мы эти фрагменты, мы не замечаем, что нам такое может сделать лишняя пара туфель или обуви, лишняя пара обуви. Что может нам делать лишнее колечко? Или почему она лишняя вообще? Единственное, чтобы понять это, надо расширить свое сознание. Надо расширить. Для каждого конкретного случая никто вам не может дать рецепт. Не может дать рецепт. Только практично, Шрутайо и Пхина. Для того, чтобы понять эту дхарму, эту полную картину, для этого не годится ни логика. Для этого не годится ни священное писание, потому что они противоречивы. А логика, она шатается всегда. Для этого не годится таршами великих мудрецов. Насав Риши, Яся Матам Накхина, потому что каждый Риши свое гонит. И они все противоречат друг другу. И в это время вся эта правда, то есть полный ответ на ваш вопрос, она глубоко зарита. Хармасия татва, нихитам гухаям. Очень глубоко. Но Махаджана и на Катах Сапантах. Но если мы будем следовать наставлению Махаджаны, то путь наш будет нормальный. Мы сами получим ответы. Вот это единственный способ. Изучайте священное писание, которое начинается с Махаджаны. А наша традиция начинается с одного из Махаджан, Брахми, Господа Брахми. И когда вы это изучаете, расширяется ваш взгляд. И когда ваш взгляд расширяется, вы начинаете видеть, откуда эта пара обуви ведет и куда она ведет. А до того эта пара обуви просто в вашем гардеробе и больше ничего. Откуда они идут и куда они ведут, вы пока не знаете. И никто вам не научит. Харе Кришна. Есть еще вопрос? Лариска, мы полностью разрушили Вергавике. Финиш. Все, шагит финиш. Спасибо, Харе Кришна. Да. Может, мы вообще должны начинать с вопросов.
Srimad Bhagavad Gita ki, Srila Prabhupada ki, Sri Srinidai Godrum Chandra ki. მობზანდით აქეთ. ეს მოდი და გეტყვი რა მქვია. მოდი. ჯერეს მოიც გავუჩხილი. აი ეს. არა. დევორატა მქვია. მობზანდით სხვა არ ყველას გადაყვებით კაცო მითხარით აბა. დრო არ თავდება. ისა დაია თუ შეიძლება სკამი მოგვაწოდეთ რა დიდი ბოდიში არა ჩამოждებით აგერ. დამშვიდით თქვენ უფრო მეტი დრო გექნებათ. მეტი დრო რატო გქნებთ? აი დავზანდით. Perfect.